Ძვირფასო მაყურებლებო, მე ვარ გიგლა გობეჩია. ქართულთა დიდი გაერთიანების გრიფით დღეს გთავაზობთ ჩემი საავტორო პროგრამის დიდი გარღვევის მორიგ გადაცემას. დღეს ჩვენი სტუმარია ცნობილი იურისტი, პოეტი, მხატვარი, რამდენიმე საერთაშორისო და ადგილობრივი აკადემიის აკადემიკოსი, ბატონი თემურ გოგსაძე. მოგესალმები. მოგესალმები მაყურებელს. დიდი მადლობა. დღეს ჩვენ დიდი ხანია ერთად მოვდივართ, ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული, სტუდენტობის პერიოდიდან მოყოლებული, ერთი თაობა ვართ და ასე ვთქვათ, ერთმანეთს ვაყურადევდით იმ პარტახიზაციის პერიოდში, რომელიც საქართველოს გამოიარა ბოლო 30-35 წლის მანძილზე და უნდა ვთქვა, რომ ჩემს რესპონდენტს ბატონ თემურს არასოდეს სამშობლოსთან, ხალხთან არაფერი არ შეშლია, ყოველთვის სწორი მოქალაქეური პოზიცია ეკავა და ის ამას გამოხატავდა თავისი საქმიანობით, როგორც იურისპრუდენციაში, ასევე ჟურნალისტიკაში, ასევე ხელოვნებაში და ეკონომიკაში. ეხლა თქვენ რო არ დაიბნეთ, მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ თემური არის, ასე ვთქვათ, თავიდან ბოლომდე ჩვენი ალმა მატერის ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოშვებული, იქ აქვს სამივე ფაკულტეტი დამთავრებული, ასეთი თანმიმდევრობით ჟურნალისტიკა, სამართალმცოდნეობა და ეკონომიკა. ხარ მეშლება რამე? ასეა ნამდვილად არ გესმის. ნახეთ როგორი დიდი რადიუსია, იმიტომ რომ დრომ და ვითარება მოითხოვა და მთელი სამი ფაკულტეტი და მისი გასრულება ამ წლების მანძილზე მოუხდა მას, იმიტომ რომ ცხოვრებამ ასე მოითხოვა, მისმა ფართო მსოფლმხედველობამ ასე მოითხოვა, მისმა ფართო საწყიერმა ასე მოითხოვა. და ზუსტად ერთ-ერთი მისი, ასე ვთქვათ, ხობა შეიძლება ჩავთვალო შენი მხატვრობა. არ ახარ პროფესიონალი მხატვარი, ხობა, მაგრამ მე ვთხოვ ეხლა ოპერატორს ერთი კადრი გაჩვენოთ თქვენ. თემურმა 2025 წლის 27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღეს სამების ტაძარში, დიდ ტაძარში, მის ეზოში გამოფინა მისი ნამუშევარი, საოცარი ტილო და უცნაურია მისი ისტორია. მე სპეციალურად ვიწყებ ჩვენს გადაცემას, ჩვენ რთულ თემებზე გვაქვს დღეს ასაუბრო, მაგრამ ვიწყებ სწორედ ამ კადრის ჩვენებით. მინდა დააკვირდეთ კარგად კოლხური ლაჟვარდის ფონზე გამოსახულია წმინდა ნინოს ჯვარი და ის არის ქვებით შეკრული, ქვები ნატურალურად გაქვს მოგროვებული საქართველოს ყველა კუთხეში და არა მხოლოდ საქართველოს ყველა კუთხეში შემოძვირფასებო, არამედ ჰერეთში, ანუ საინგილოში, ტაო-კლარჯეთში, კიდე ხარ მეშლება ამე. პრაქტიკულად ტერიტორიაზე, სადაც ქართული თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ საქართველოსთან. დიახ, თურქეთის და დღეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული, სომხეთის ტერიტორიაზე არსებული საქართველოს მიტაცებული ტერიტორიებიდან. რა ჩანაფიქრი იყო ეს, რა ქონდა, რა აღგზრა ასეთნაირად გადაგეწყვიტა ეს ფერტილო? პრაქტიკულად ბოლო პერიოდში რაც ხდებოდა მთელი 30 წლის განმავლობაში და მანამდეც 78 წლიდან დაწყებული, როდესაც ენასთან დაკავშირებული. დიახ, იქ როცა ვიჯექით, პატარა მოსწავლეს შორის და დაპატიმრებულ 21 მოსწავლეს შორის, რომლებიც მე აქ აშვედთან ბოდიშვიხტი სიონის ტაძართან არსებულ პოლიციაში გახდით, მეც ვიყავით და მე ერთ-ერთი ვიყავი, ვინც ვაწერდით იმ ბავშვებს წითელი ყალმით, ენას ნუ გვაგლეშთ, ენა ჩვენია, ენა სამყაროსეულია, ესეც კი. და მე მაშინ მქონდა, ესე ვთქვათ, პროკლამაცია არ იყო, ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრის სახელმწიფო მდივნის დინ აჩესონის გამოსვლის ტექსტი ქართულად, სადაც ის, როდესაც შეიქმნა ამერიკის ხმის ქართული ბიურო, იქ თქვა, რომ ქართველები, რომ ჩვენ დიდი ხნის ქრისტიანები ვართ, რომ ქართველებს არასდროს დაუხევიათ უკან და ისინი მუდმივად ბრძოლაში იყვნენ და რომ ეს ხალხი ცივილიზაციის დასაბამთან ახლოს იყო და რომ ჩვენ მზად ვართ, რომ მათი თავისუფლებისთვის ძალიან ბევრი რამ გავაკეთოთ და ახლა მას მელაპარაკებოდა ამერიკის მაშინდელი იდეოლოგიით მტრული სახელმწიფოს ერთ-ერთი პირველი პირი და ეს იყო ჩემთვის როგორც მოსწავლისთვის მაშინ გამაოგნებელი და ასევე მქონდა გაეროს დეკლარაცია მაშინ და
სტუდენტებსა თუ მოსწავლეებს ურიგებდით და ამას ენასთან დაკავშირებული თემა და ეს იყო ეს რა არის, ეს რა პროკლამაცია, ეს რა ხდებოდა ამ დროს საერთაშორისო სამართლის აბსოლუტური დოკუმენტი იყო, ეს მახსოვს და თუ ის პერიოდი იყო ჟიული შარტავამ დიდებულმა ეროვნულმა გმირმა მახსოვს რომ ბატონ ვახტანგ გოგუაძესთან ერთად მოგვაკითხეს და ესე გამოგვიშვეს ესე თქვათ ამ დილეკიდან ის დილეკიდან მოკლედ იქიდან მოყოლებული ჩაება ეროვნული მოძრაობის სივრცეებში ვართ უნივერსიტეტის დარბაზებში ჯერ კიდევ მაშინ წვერებით და მეფე მახსოვხარ იმ პერიოდში კი და ეს ოღონდ ეს არ იყო რაც ესეთი ჩემი გამოხატვის ფორმა იყო, მაგრამ ეს ხო სწორი გამოხატვის ფორმა და სათქმელის მიტანის საშუალება და არა რაღაც ესეთი პირადი ამბიცია და არა ის რომ რაღაც თემები მქონოდა განსაკუთრებული და შემდეგ უკვე პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მერაბ კოსტავას ეროვნული მოძრაობის თემებთან და მე დღემდე პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ოფიციალურ ადვოკატად ვითვლები და დღესაც ვაგრძელებ ამ მიმართულებით საქმიანობას, ბრძოლას და არა მხოლოდ მისი, არამედ ყველა ეროვნული ადამიანის, რომელსაც სამართლებრივი პრობლემები ამ ბოლო 30 წლის მანძილზე შექმნია საქართველოს. მე ვიცი ეს ამბები. კი, ყველა საქმე, ყველა სისხლის სამართლის თუ სხვა სახის საქმეებმა, რომელიც კი იყო 88 წლიდან განძის გატანის, გარიჯის ეპოპეა და შემდგომში უკვე კონსტიტუციური გადატრიალების, ანუ კრიმინალური გადატრიალების შემდგომ ყველა საქმე ჩემს ხელში გაიარა, მათ შორის სხვათა შორის პრეზიდენტ ედვარდ შევარდნაძის ტერაქტით ჩათვლით. ეხლა მნიშვნელოვანი თემებია და შემდგომში კიდე სხვები, მაგრამ ამ თემით იმის თქმა მინდა რომ პრაქტიკულად მტკიცებულებებით და ძალიან მაღალი დონის სამართლებრივი დოკუმენტებით ვიცნობ პრობლემას, რომელსაც ქვია საქართველოს სახელმწიფოს ერთის მხრივ ქართული სახელმწიფოს ეკონომიკური თუ ზოგადად უსაფრთხოების კონტექსტიდან გამომდინარე და რა თქმა უნდა ეროვნული ცნობიერების, ეროვნული პრობლემატიკის და ყველაფერი ის, რასაც შეიძლება არსებით პრობლემად მოვიაზრებდეთ ქართველ ერთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს მეცნიერულადაც, იურიდიულადაც სერიოზულ დონეზე არის ნამშელი მასაუბრები, სტატისტიკა და ჩვენ ვითვლებით რომ გადაშენების გზაზე მდგომი ერი ვართ. მე აქვე ვიტყვი რომ მე აქცეთ ყურადღება მე აქვე ვიტყვი რომ სოფლიო გენეტიკის ერთ-ერთი მამამთავარი გახლავთ ბრიუს ლიპტონი. მე 12 წლის განმავლობაში მეცნიერებათა აკადემიის იურიდიული სამსახურის უფროსი გახდით და ბუნებრივია გიწევდათ ამ გრანდებთან და მე დღემდე მაქვს ჩემს სამეცნიერო კვლევასთან დაკავშირებით, რომელიც თქვენც იცით, ღვთაებრივი სამყაროსეული ემოციური ინტელექტი და ნეიროფიზიოლოგიური ასპექტები, ახლაც ურთიერთობა მაქვს და ის ფოტო, რომელიც მე წარუდგინე საზოგადოებას, რომ ეს არის ჩვენი უჯრედის ფოტო, სწორედ ბრიუს ლიპტონის მეშვეობით მქონდა და მაქვს და რისი თქმა მინდა რომ ერების კი მეცნიერული დასაბუთებულობას ვამბობ რომ ერების ტომების ჯგუფების ეთნოჯგუფების გადაშენების საფუძველი არ გამხდარა დაპყრობები, არ გამხდარა უცხო ტომელთა ესე ვთქვათ შედეგად ესეთი ტერორი შემოსევის შედეგად, როგორც ადრე იყო და ასე შემდეგ, აი უმეტესობა ვინც გადაშენდა, ვინც აღიგო ესე ვთქვათ დედამიწისეული სივრციდან იყო მათი უპასუხისმგებლობა, მათი დაუდევრობა და ემოციური ინტელექტის გაუფასეულება, ნიველირება. ზოგადად ის რომ შენ იდენტობის დაცვის ვალდებულება გაქვს სამყაროსეული სიყვარულით და მით უმეტეს ერს რომელსაც მიაჩნია და ასეც არის რომ ჩვენ ღმერთმა გვიბოძა ეს მიწა. დიახ ასე იყო, ნამდვილად გვიბოძა, ოღონდ პასუხისმგებლობის სანაცვლოდ. ჩვენმა გენიალურმა გენომმა თავის დროზე იბერიულ ქალდემ კოლხი იბერიულმა და კიდე უფრო იქეთ. კი ბატონო. რატო და იქეთ კიდევ აღარ იფეთქა და ჰქონდა დიდი აღმავლობის პერიოდი. ეს იყო პასუხისმგებლობის უზარმაზარი თემა. ამიტომ იყო გამოვლინება. დავით აღმაშენებელი, ამიტომ იყო დემეტრე. გამოვლინება ჰქონდათ მათ ამ პასუხისმგებლობის. ამიტომ იყო ახლაც თუნდაც ამ გენმა იყილა
ჟიური შარტავაში ზუსტად. ხელიდესა და ძალიან ბევრ გენიალ ძალიან მაგარ მაგრამ ეს არის ცალკეული გამოვლინება და ცალკეული ხივილები ინდივიდებში. უწყვეტი ენერგო სივრცე, უწყვეტი გენურობა პასუხისმგებლობის საბედნიეროდ გვაქვს და ეს არის სწორედ ის, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გადავრჩეთ კი არა, ჩვენ აუცილებლად უნდა უთხრათ სამყაროს, რომ ჩვენ ვართ, ჩვენ მზად ვართ, ჩვენი პასუხისმგებლობა კლავაც ცივილიზაციიდან ცივილიზაციის დასაბამიდან კლავაც ახალ მეხუთე, მეშვიდე, მე-10, მე-12 განზომილებამდე ქართველმა ერმა თავის მისია უნდა შეასრულოს. ოღონდ ეს მისია არ გაიგოთ რაღაც ესეთ გაურკვეველ, ხელშეუხებელ, აბსოლუტური ხელშესახებით ვამბობ. ეს არის ინტელექტი, ეს არის გენომი, ეს არის ენერგეტიკა, ეს არის ეთერული და ეს არის პირველ რიგში ეს არის გონი. კი ბატონო. რომელიც ჩვენ გვაქვს და აი ახლა მე ხშირად ვამბობ ხოლმე მომიტევე მეგობარო იბერია გაფრთხილდების. ეს თავის დროზე ჩვენ დედაეკლესიის ძალიან მაგარი და ძალიან კარგი თემა იყო და რწმენის ესე ვთქვათ გაძლიერებისკენ მედია. მაგრამ ნახეთ ჩვენ სად მივედით რომ ამან ერთგვარად უმოქმედობაში გადაგვიყვანა. ხეთ იბერია დაგვიწყდა პასუხისმგებლობა. აი რაღაცა გაურკვეველი მოლოდინის სიტუაციაში ვერც ერთი ერი ვერც გაფრთხილდება, ვერც სამყარო გააფრთხილებს და ვერც მამაზეციერი. ამიტომ უმოქმედობა არის ძალიან დამღუპველი ქართველი ერისთვის, იმიტომ რომ ჯერთი სამყაროსეული არსი არის მოძრაობა, მართალია უძრავი აბსოლუტისკენ, მაგრამ მაინც მოძრაობა და მეორეს მხრივ პასუხისმგებლიანი მოძრაობა. არა ქაოტური, არა უგუნური, არა ესეთი ერთმანეთის მტრული და ასე შემდეგ, არამედ მოძრაობა, რომელიც გულისხმობს შრომას, ინტელექტუალურ შრომას, ყველაფრის გონივრულად კეთებას, იმ დროის შესატყვისი შრომის განხორციელებას, რომელსაც ჩვენ გვიმზადებს ყოველდღიურობა, სამყარო, გარემო ცვლა, ჩვენი გეოპოლიტიკური არეალი, რომლის გათვალისწინების გარეშე ელემენტარულად უგნურები ვიქნებით. სამყაროს გასაღები, ორ ცივილიზაციას შორის გასაღები, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელსაც პრაქტიკულად არ ვიყენებთ. საქართველოს უნდა იყოს მსოფლიო გლობალური დამაკავშირებელი და ჩვენ დღეს მიწისქვეშა გადასასვლელიც აღარ ვართ. მიწისქვეშა გადასასვლელიც აღარ ვართ. ხო, ნუ გეოპოლიტიკური ფუნქცია ხო დავკარგეთ და ასე შემდეგ და ამიტომ დღეს არის ნუ განგაში ზარიც კი გვიანია უკვე და დღეს დგება იმის აუცილებლობის წინაშე ქართველი ერი, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ ეროვნულ სახელმწიფოებრივი ერთობის ორგანიზება. ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე. არ ვიცი მე პოლიტიკა. ჩემთვის პოლიტიკა არის სამშობლო, ეროვნული ინტერესი, სახელმწიფოებრივი ინტერესი და ნებისმიერი ვინც ამ ეროვნულ სახელმწიფოებრივი ერთობის რაიმე კონტექსტით იქნება წინააღმდეგი, ბუნებრივია ის არის მიუღებლობის კონტექსტში და ან შეგონება, ან კიდევ სხვა გზით. კი ბატონო. მექანიზმები ბევრია. დიახ. ეხლა მიაქციეთ ყურადღება ძვირფასო მაყურებლებო, რასაც ჩემი რესპონდენტი შეეხო, ძალიან მნიშვნელოვანი და სიღრმისეული თემებია. მის გააზრებას ერთი და ორი გადაცემა არ ეყოფა. მე იმედი მაქვს, რომ თემური ჩვენი სისტემატური სტუმარი გახდება ჩვენი გადაცემის. ეს ყველაფერი იმიტომაც დავარქვი ჩემს პროგრამას, ავტორ პროგრამას დიდი გარღვევა, რომ ყველაფერი გასარღვევია. ის გარღვევებია გასაკეთებელი აზროვნების მიხედვით, მიმართულებით, სულიერების მიმართულებით, ეკონომიკის დარგი არ დარჩა, სფერო არ დარჩა, რომელიც არ მოითხოვს სერიოზულ ტრანსფორმაციას და რაღაცა სწორ გზაზე ქვეყნის განვითარებას. თითოეულმა ქართველმა ამ საერთო მისიის მონაწილედ უნდა იხილოს, უნდა მოიაზროს საკუთარი თავი და არ დადგეს პასუხისმგებლობის მიღმა. ჩვენ შევეხებით, რა თქმა უნდა, ამ თემებს. მე ხა ესეთი შეკითხვა მინდა ჩემო თემურ დაგისვა. შენ აღნიშნე, რომ ჩვენ უყურეთ ეროვნული მოძრაობის, ასე ვთქვათ, აზრითებას და 78 წლის 14 აპრილის მოვლენები მე ძალიან კარგად მახსოვს, იქ ვიყავი და იქ ვიდექი და საკუთარი თვალით დაახლოებით 100-150 მეტრში უყურებდით მერვე პოლკელთა რაზმებს, გამართულ მაგათ შემართულ ავტომატებს და უბრალოდ ნებართვა იყო მოსკოვიდან საჭირო, რომ მათ გაემეორებინათ, როგორც მაშინდელი საკავშირო ცეკას გენერალური, ისა მეორე მდივანი
სუსლოვი ბრძანებდა რომ თქვენ გაქვთ გამოცდილება და იმოქმედეთ ანუ მაშინდელი საბჭოთა ხელისუფლება ფიქრობდა რომ ის გამოცდილება რომელიც საბჭოთა ჯარებმა თბილისში დაატრიალეს თბილისში ჩეხოსლოვაკიაში პრაღაში ხო ჯერ თბილისში 56 წელს ჩეხოსლოვაკიაში დედაქალაქში და უნგრეთში და ასე შემდეგ ეს უნდა გაემეორებინა და იქ უამრავი მსხვერპლი იქნებოდა აი იმ დღიდან მოყოლებული მაშინდელი ახალგაზრდები მაშინდელი სტუდენტები ვიყავით ჩვენ და შემდგომ უკვე ვაკვირდებოდით ამ ყველაფერს და ასე მოვედით აი ამ გარკვეული გამოცდილებით მძიმე გამოცდილებით ხელშესახებრი გამოცდილებით მოვახციეთ ეროვნული მოძრაობის აღზევებამდე იქ ვიყავით ჩართულები და მე ეს სახელმწიფოებრივი როგორ შეიძლება ვთქვათ აი სინერგია შეიმჩნეოდა ეროვნული მოძრაობის ამოვლების პერიოდში ხომ მეთანხმები სასწაული ენერგეტიკა იყო საქართველოში საოცარი სინერგია იყო საქართველოში და ეს ჩაახშვეს ეხლა როგორ ჩაახშვეს ამისი მოწმენეც ვიყავით გულშეზრდლები უყურებდით ამ ყველაფერს და ეხლა ჩემი შეკითხვა რა შემდგომარეობს შემოთემურ 92 წლიდან 33 წელი გავიდა ქრისტეს ასაკის პერიოდი მოიყარა უკვე თავდაღმართში დაშვებულ ქვას დავემსგავსეთ და საქმე ვექანებით ჯერჯერობით არ ვიცი. აი, მოკლედ მინდა შემიფასო ეს 33 წლიანი პერიოდი და მე უკვე იმ ჩვენს მთავარ სათქმელსაც მიუბრუნდეთ. არსებობს კანონზომიერებები, რომელიც როდესაც ირღვევა, მას ესე ვთქვათ, კანონზომიერებები მოყვება. რა თქმა უნდა. ქმედებას, მოქმედება მოქმედება, უქმედება. ფიზიკურ სივრცეზე ფსიქოლოგიურზეც და ეთნოსი არის ძალიან ფაქიზი. განსაკუთრებით ქართველი ერის ცნობიერიც, ქვეცნობიერიც და ზოგადად ენერგეტიკული ერთიანობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ყველაფერს ძალიან სერიოზულად ვღებულობთ და ჩვენ ყველაფერს განვიცდით და სამწუხაროდ ჩვენს გენეტიკურ სივრცეზეც კი აღიბეჭდება ხოლმე ეს. ანუ 92 წლის ამბებმა, ანუ კონსტიტუციურმა გადატრიალებამ ეს ხო დამპყრობლების ძალიან მაღალი დონის მე ჯერ კიდევ 2 სექტემბრამდე 2 სექტემბრის შემდეგ ბატონ პრეზიდენტთან მქონდა საუბრები და ოფიციალურად ნაძალადევის საკრებულოს სხდომაზე ოფიციალურზე ვთქვი რომ 27-28 აგვისტოს რუსეთის ქალაქ მოსკოვთან მონინოა ესეთი მე რაგბის თამაშობდი და ვიცი ძალიან კარგად რომ საიდუმლო შეკრება მოხდა სადაც საქართველოსდან უამრავი მაღალჩინოსანი და ძალიან შემდგომიც იყო და იქ გადაწყდა საქართველოს დაპყრობის გეგმა. ნუ რა თქმა უნდა მონახაზები და ეს იყო ძალიან მაღალ დონეზე. შეგიძლიათ დააკონკრეტოთ ქართველი მონაწილე. ნუ ეხლა ერთ-ერთი მგელაძე გახდათ და ეხლა მათ შორის ძალიან ეხლა ჯერჯერობით ამაზე სერიოზულად ვაპირებ რაღაც თემების კონსტიტუციური ლეგიტიმაციის პრობლემამდე მივალ და ვია მე იქ ითქვას ეს და ამას მოყვა შემდგომ უკვე 2 სექტემბერი რაც მოხდა პროვოცირება და ამას მოყვა შემდგომ ხო ანუ 2 იანვრის ჩათვლით ყველაფერი ეს განხორციელებული იყო დოზირებულად ამაზე სპეციალური გეგმა არსებობდა და მიყვებოდნენ გეგმის მიხედვით. ოპერაციები იყო ეს ყველაფერი მათ შორის სამწუხაროდ ქართული ის და მათ შორის ეს სპეცოპერაცია გაგრძელდა შემდგომ აფხაზეთსა და მთელს ტერიტორიაზე საქართველოსი და აქედან გამომდინარე ეს იყო საქართველოს დაპყრობის მცდელობა რომელიც მეტნაკლებად შეფარული ნახე მე გამოვაქვეყნე 2012 წელს საქართველოს დაპყრობის გეგმა კამელეონი. ნახეთ კამელეონი რა არის რომ არა ომით, არა ბრძოლით, არა იმით რაც აფხაზეთსა და მე სამოჩაბლოში ტაქტიკისულებით. დიახ, ცნობიერზე მუშაობით, სატყუარებით, სხვადასხვა შეფარული თემებით, იგივე გაურკვევლობით, ქაოსით, ინფორმაციული იმედობით, შეტევსანობით, ქართველი ერის ახალგაზრდობისთვის შესაძლებლობების წართმევით. აი ყველაზე საშინელება ისაა რომ ახალგაზრდობას შესაძლებლობები წავართვით და შემდეგ იქ გაუყენეთ მიგრაციის გზას. ეკონომიურად თუ ვისაუბრებთ, გაურკვეველი პრივატიზაციებით, რომლის ასე ვთქვათ, საშინელებებს ამ წუთამდეც ვიმკით. შემდეგ ბალცეროვიჩის გაურკვეველი ეკონომიკური შოკირებული თეორია, მართლაც შოკური თერაპიით კი არა, შოკირებული თეორია ეს ჩემი ერისთვის და რა ვიცი კიდევ რამდენი ამ თემების განმავლობაში და ამისთვის პასუხი არავის არ უგია კიდე. ამას დავამატო. არანაირი პასუხისგებლობა. დღეს ყოფილი პრემიერების განსჯა მიდის, დასჯა მიდის და ამის პოლიტიკურ პასუხისგებლობას
არც ერთი არავინ არ აყენებს და არა და პირველი ეს არის. თუ მილიარდების თუნდაც გარკვეულ დრომდე თემების ხალხი უკმაყოფილებს ეგეთ ურნებსა და იმაში და თქვენ აქ მელაპარაკებით რომ მილიარდებს და მილიონებს თურმე ადამიანებს ეს დამნაშავეც არ ყოფილა და ეს თურმე ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა არავინ არ უნდა იყოს. ეს არის საშინელება, ეს არის სწორედ ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ისტერია, რომელიც ერთს მარტივად გადაჭეხავს. და ამაზე ეკლესიამ პირველ რიგში ყველა მთელმა საზოგადოებამ სწორი მართებული პოზიცია უნდა თქვას. და ამ დროს ყველა დუმს. ეხ მე არ ვამბობ რომ აქ რაღაც უნდა ვამსხვრიოთ და ვამტრიოთ. ეს არის კატეგორია. ვინც ამსხვრევს სხვათა შორის, ვინც ამტრევს, ის სწორედაც რომ ეროვნული ცნობიერების და ეროვნული საქმიანობის კეთების მუხტს კლავს. კი ბატონო. ეს არის უმთავრესი. ჩვენ ისე მოვედით 9 აპრილამდე ერთი არაფერი არ დაგვიზიანებია. ეხლა კი არ მინდა გამსაჯო ის ახალგაზრდობა და ის მაგრამ ვისაც ეროვნული საქმეების კეთება ჭირდება, მან უნდა იცოდეს რომ ყოველი მტრევა რუსთავესა თუ სხვაგან არის პირიქით. ზუსტად. პირიქით და ეროვნულ ცნობიერებას, ეროვნულ მუხტს კლავს. ამიტომ თუ გვინდა რომ სამშობლო გამოვიხსნათ, დავიხსნათ და განვითარების გზაზე წავიყვანოთ, ძალიან გონივრული ფიქრია საჭირო. ონ მოქმედებით. აი რაღაც ესეთი ხვალინდელი დღეების უკვე გვიანა. ეს უნდა გაგვეკეთებინა 10 წლის, 15 წლის, 20 წლის უკან. და ახლა ჩვენ უნდა გონივრულად უნდა ვირბინოთ, რომ ერი ფეხზე დავაყენოთ და ხვალზე შეგვეძლოს მომავალ თაობებს თვალებში შევხედოთ, ღირსეულად. ფულებით კი არა. მიცემში იმებით კი არა და ამერიკის მაიამებზე მით კი არა. ღირსეული ჩვენ სამშობლოს, ჩვენს ქართულ მიწებს და ქართულ ტერიტორიებს, რომ უნდა მოუვარო და ჩვენს ტაძრებს და ეკლესიებს. აგაშენე ღმერთო, ზუსტად ამიტომ არის ქართულთა დიდი გაერთიანება შექმნილი, ეს პარტიული ორგანიზაცია, ჩვენმა მაყურებელმა ძალიან კარგად იცის, ჩვენ არც ერთ პარტიას არ ვქვეყნებთ და არც ვაქტიპირებთ პარტიულ მუშაობას. უბრალოდ ამ 33 წლიანმა გადასახედმა მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ჩვენ უკვე კარგავ თუ დაკარგული არა გვაქვს ბოლომდე სწორად შენიშნე შენ მომავალი თაობისთვის, ახალგაზრდობისთვის თვალებში ჩახედვის უფლება და სწორად შენიშნე რაღაც 2 დღის წინათ ჩვენ გვქონდა ქართულთა დიდ გაერთიანებას მართლა დიდი გამოფენა, უჩვეულო გამოფენა რუსთაველის პროსპექტზე, ილიასა და აკაკის ძეგლის პირდაპირ, გავჭიმეთ სადღაც 50 მეტრის სიგრძის მაქსიმუმი, ცოტათი მეტი შეიძლება არ გაგვიზომია ზუსტად ზონარი და ამ ზონარზე ჩამოვკიდეთ ამ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ამ 12-13 წლის მანძილზე საქართველოს კუთვნილი ტერიტორიების მიწების, ამასაც ეს მიწა იქნებოდა ეს სხვა არასასოფლო სამეურნეო მიწა, უცხოელებზე ტოტალურად გაყიდვის ფაქტები და მივედით ძალიან მძიმე შედეგამდე. ქართულთა დიდი გაერთიანება დიდი ხანია უკვე ვიძახით, რომ ქვეყნის მიწების, ჩვენი ქართული მიწების ძალიან დიდი ნაწილი 1/5 სხვა მონაცემები კიდევ უფრო მეტი, იმიტომ ჩვენ ბოლომდე არ გვაქვს სრული ინფორმაცია, უკვე არის გაყიდული, უკვე არის გასხვისებული და დაიწყება ძალიან ცუდი პროცესები უახლოეს ხანებში თუ ქართველობა სრულად არ დაირაზმა ამის საწინააღმდეგოდ და პასუხი არ მოთხოვა ამ 33 წლის მანძილზე თავხედურად ყოველგვარი ქართული წინააღმდეგ მომუშავე მთავრობებს. მათ სერიოზულად უნდა აგონ პასუხი და ეს პასუხისმგებლობა მათ ქართველმა ხალხმა უნდა დააგისროს. ჩვენ სწორედ ამისით ვართ შექმნილები და ასე ვმუშაობთ. აი ამ გამოფენაზე ჩემთვის ძალიან გასახარი იყო, რომ თქვენ მობრძანდით. დიახ. რატომ მოხვედით, თემურ ბატონო? ჩემი დამოკიდებულება არის, მე ყველგან მივალ, ყველა პლატფორმასა და ყველა საშუალებას გამოვიყენებ იმისთვის, რომ როგორმე ჩემს ერს უთხრა სათქმელი. და მე არ მაწუხებს ამბიცია, ზევით, ქვევითობის, ახლა იმ ტელევიზიაში არ მივალ და ამ ტელევიზიაში. აი ესეთი კუდაბზიკობები მომიტევოს, ეს სიტყვაც მაინც და მაინც არ არის კორექტული, მაგრამ კუდაბზიკობა ქვია ამას. იმიტომ რომ დღეს ჩემი სამშობლო არის უმძიმეს მდგომარეობაში. აი ეს მინდა თქვენგან მოისმინოს კიდე ჩვენმა მაყურებელმა. მე ვამბობ, მე როგორც 17 წლიანი პირდაპირ სამართლებრივი სტაჟის მქონე იურისტი, რომლის ხელში
გავლილია ყველაფერი რაც საქართველოს უკავშირდება და რომელიც მნიშვნელოვანი საქმეები. დღემდე სწავლობს ჩემს ქვეყანაში მიმდინარე პროცედურებს, სწავლობს რა ხდება უსაფრთხოების თვალსაზრისით, რა ხდება ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით და რა ხდება ზოგადად თულად განწყობილი საქართველოს წინააღმდეგ არსებული ყველგან რუსეთსა თუ დაგიმატებდი სულიერი უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. ხო ეგ სულიერი კიდე ცალკე საუბრის თემაა. ძალიან სერიოზული პრობლემაა და აქედან გამომდინარე ბუნებრივია ყველა პლატფორმას ყველაფერს ავტობუსაც კი გამოვიყენებ იმისთვის რომ ერი ოღონდ ის კი არა რაღაცას გაუგებრობაში რეალურად გააცნობიეროს ერმა საშიშროება რომ ხვალ წინაშე ვდგავართ. დიახ, ჩვენ უნდა დავასრულოთ ბოლოს და ბოლოს 21 წელის თემა, იმიტომ რომ ჩვენთვის სულ ერთია რომელი პარტია იყო 1921 წელს მართალი მტყუარი. ყველა ერთიანად მტყუარი იყო, იმიტომ რომ საქართველოს დამოუკიდებლობა ვერ შეინარჩუნეს. კი ბატონო. და ასე დღეს რა მნიშვნელობა აქვს ახლა ჩვენ რომელი თაობა ვიქნებით მართლები, იმიტომ რომ წავიდა წუთისოფელი და ჩემი სამშობლოსთვის პრაქტიკულად ვერაფერი გავაკეთე. იმიტომ რომ კი ვბრძოლობთ, კი ვაკეთებთ, მაგრამ რეალური ხელშესახები არაფერი არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ნებელობა არ გაგვაჩნია. პასუხისმგებლობა არ გაგვაჩნია და ნებელობა მივეცით მინისტრებს, ნებელობა მივეცით პარტიებს, ერის ნებელობა. ეს არ შეიძლება. ერის ნებელობაზე მაღალი ამ სამყაროს არ აქვს. თვით პატრიარქიც კი არ შეიძლება არსებობდეს ერის ნებელობაზე მაღლა და საბედნიეროდ რა თქმა უნდა. ამიტომ ერის ნებელობა სადაც ითმობა, იმ ერს მომავალი არ აქვს. ამიტომ მე მინდა ერს დაუბრუნოთ ყველა ნებელობა. მნიშვნელობა არ აქვს ვინ მოხუცი. აი ხლა იქ ქალბატონი ზის ხოლმე სხვადასხვა ადგილებზე და ეხლა აბაშიძის ქალბატონი ყავს, გენიალური აკადემიკოსი. დიახ. საუკუნეს გადაცილებული ქალბატონი ელენა აბაშიძე. დიახ, ჩემი შორეული თემ სიყვარულია ჩემი. უზარმაზარი დიახ. პიროვნება. აი ის მისი პასუხისმგებლობა გჭირდება, მისი ნებელობის დემონსტრირება და მისი ნებელობის დომინანტობა გჭირდება. ჩემს ერს და არა მილიარდებში გაყიდული საზოგადოების და იმის რა ქვია, თანამდებობის აგაშენა absolutურად გეთანხმება. რა თქმა უნდა, ხელისუფლების, იმის ხელისუფლების, ახალი ხელისუფლების, მომავალი ხელისუფლების კიდე რომელიც მოვა, თუ მოვა საერთოდ. დიახ. აი ერის ნებელობის გაყიდვა არ შეიძლება. ყველაფერია და ეხლა და სხვა დანარჩენი, რა ვიცი, იმდენი თემაა რომ ავთ. ჩემო თემო, ეხლა რაც თქვი, ერის ნებელობა რომ პარტიებმა მიისაკუთრეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი თემაა, მეტად არის გასაოცარი. მე ქართულთა დიდი გაერთიანების ერთ-ერთ მიტინგზეც ვთქვი, მანამდეც ჩემს გადაცემებში ვამბობდი და ეხლაც მინდა გავიმეორო უბრალოდ ვისარგებლო ამ შემთხვევაში, რომ შემყავ სტუმრად და ვიტყვი, მე ვთქვი და ესეთი იდეაც გავავრცელე, რომ საქართველოს უნდა შეიქმნა საქართველოს მოღალატეთა პანთეონი და ბოლო 33 წლის მანძილზე ყველამ ვინც ბოგინობდა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მათი განსასვენებელი იქ უნდა იყოს და მათმა შვილებმა და შვილიშვილებმა უნდა იცოდეს რომ არავის არაფერი არ ეპატეება ეს ეხება შევარდნაძის ხელისუფლებას თავისი მიმართულებებით და ქვედინებებით ეს ეხება სააკაშვილის განსაკუთრებულად მის ხელისუფლებას ეს ეხება დღევანდელ ხელისუფლებას რომელიც უპრაგონოდ ბოდიშვიხტი ამ ჟარგონისთვის ყიდის ქართულ მიწებს მივადეკით ახლა მთავარ თემას მე არ ვიცი შე როგორ უყურებ ამ იმას სამართლებრივად მაგრამ ჩვენ რაღაცა სერიოზული ტრანსფორმაცია გვჭირდება და მოქმედების მოდელი გვაქვს შესაამუშავებელი ალბათ პარტიული პარპაში უნდა მოისპოს საქართველოში რაღაცა სხვა ფორმაა და ამას ჭირდება ერის გონიერი ნაწილის დაფიქრება, ასპარეზზე გამოსვლა და სერიოზული მუშტის დაბრახუნება ხელისუფლებების მაგიდაზე, მინისტრების და სხვების. ესენი თვითნებურად და თავიანთი იწრო გადასახედიდან, იწრო გონებიდან უყურებენ ქვეყნის განვითარებას და სინამდვილეში არავის პასუხი არ უგია არაფერზე, ხო ასეა? არც გაყიდულ მიწებზე, არც შავშნი არც განადგურებულ ეკონომიკაზე, ინდუსტრიაზე, აგრობიზნესზე, არაფერზე და ხალხი შიმშილისგან, საცოწარკვეთისგან თავს იწვავს. გვაქვს ჩვენ ამის უახლოეს პერიოდში ამისი მაგალითები განსაკუთრებით, როცა ოპერაციის ფულის გამო მამამ თავი დაიწვა, რომ იქ ოჯახში შესული თანხა თქვა, შემოწირულობა თუ რაც იქნებოდა, იმითი შვილის ოპერაცია დაეფინანსებინათ ნაცების რეჟიმის დროს მოხდა ეს გვახსოვს ეს ფაქტი ჩვენ სამწუხაროდ დღეს
იმ ღონისძიებაზე, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ და თქვენ მოგძანდეთ ეგ ჩვენ გქონდა მოკლე საუბარი და აი მაშინ გადავწყვიტეთ რომ შენ ყოფილიყავი დღეს ჩემი სტუმარი. მე ვიცი შენი დამოკიდებულება, მაგრამ მინდა საზოგადოებებმაც გააცნობიეროს ეგრეთ წოდებული ყბადაღებული არაბული ინვესტიციის შესახებ. შენ როგორც სამართალმცოდნე და პლუს ეკონომისტი უკვე დავანებოთ თავი ჟურნალისტიკას, დავანებოთ პუბლიცისტიკას და ზოგად იმას. აი როგორ უყურებ ამას? რა შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს? რა მასალები გაგაჩნია და რამდენად ფიქრობ, რომ სამართლებრივად აქ ქართველ ხალხს შეუძლია საკუთარი ნებელობა გამოხატოს და მოთხოვოს ამ მოპარპაშე ხელისუფლებას პასუხისმგებლობა. ers 800 ჰექტარი, 850 ჰექტარი მიწა გაუსხვისო და გაუყიდო და სხვა ტომის, სხვა კულტურა შემოიყვანო ისე რომ ეს შენიღბო ეკონომიკური თქვა და რაღაც აღმავლობი და პარაზიტული ეკონომიკის აღმავლობა, ანუ ტურიზმი ყველაფერს არ ქმნის პრაქტიკულად, ხო? ჩვენ ხო ვიცით ეს რა სფეროა რეალურ ეკონომიკურ სექტორში 73 წლის მანძილზე ქართულ არც ერთ ხელისუფალს არაფერი არ გაუკეთებია. აი მაინტერესებს ჩემო შენი აზრი. დიახ. მე რამდენიმე არსებით აქცენტს გავაკეთებ. დიახ. იმიტომ რომ ისევ და ისევ ამ თემის და ქვეყნის და ზოგადად ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე მე ვიქნები ახლა არსებით საკითხში გასაგები საზოგადოებისთვის, მაგრამ კონკრეტულად რაღაც გარკვეული ნაბიჯების თუ მოსალოდნელი, ასე ვთქვათ, პროცედურების შესახებ ინფორმაციის ამ ეტაპზე გაჟღერებისგან თავ შევიკავებ. პირველი, რაც მინდა უთხრა ყველას მომავალი თაობიდან დაწყებული ხელისუფლებით დასრულებული, რომ ყველამ და გააცნობიეროს მარტივი რამ, რომ ჩვენ საქართველო ვართ სახელმწიფოებრივად, ფუნდამენტურად, ფსიქოლოგიურად, ენერგეტიკულად, იმიტომ რომ ეს მიწა არის ჩვენი. თავი გავანებოთ ახლა რაღაც ესეთ ღმერთმა გვიბოძა თუ არ გვიბოძას თემას. ეს მიწა ფუნდამენტი არის ჩვენი. რა თქმა უნდა. ამიტომ არსებობს ქართული. ამიტომ არსებობს ის მინიმუმ 3000 წლიანი სახელმწიფოებრივი ისტორია. დიახ, სახელმწიფოებრივს ვამბობ ამ შემთხვევაში, თორე ახლა ჩვენი ისტორია შორს მიდის. ახლა სკეპტიკური მეცნიერების დრო აღარ არის, რა? სკეპტიკური მეცნიერების და გაურკვეველი რაღაც თემების დრო არ არის. მე დავოს რომელი მეცნიერიც უნდა რომ მინიმუმ 50,000 ნუ აქეთ კიდევ რა თემები გვაქვს, მაგრამ ახლა ეს არ არის თავარი რომ ჩვენ ვსაუბრობთ რომ ეს არის მიწა, რომელიც არის ამოწურვადი ეროვნული რესურსი. ხაზგასმით ვამბობ, ამოწურვადი რესურსი. და თუ ეს ამოწურვადი რესურსი იქნება ერთის მხრივ არა საქართველოს მე ხლა კატეგორიულად უნდა გავემიჯნო გაურკვევლობებს. ის ვინც ისტორიულად საქართველოში დამკვიდრებულია და ცხოვრობს, ის არის საქართველოს მოქალაქე. იქნება სომეხი, აზერბაიჯანელი თუ სხვა ადამიანი, აქ ჩვენ ამ ადამიანებზე არ ვსაუბრობთ. საქართველოს მოქალაქეებზე ჩვენ არ ვსაუბრობთ. ეს ჩემი სახელმწიფოს ბუნებრივია შემადგენელი ნაწილია და ჩვენ ვიცით როგორ ერთობლივი და სახელმწიფო შევქმნათ. და გვაქვს ამის გამოცდილება. გვაქვს ამის გამოცდილება, ეს საუკუნოვანი თემა. მაგრამ ახლა საქართველოში ტოლერანტობის და გაურკვეველი ტოლერანტობის ახალი გარკვეული სივრცეიდან გამოწვეული ტოლერანტობა. ეს არც სახელმწიფოებრივია, არც ეროვნულია, არც ეკონომიურია და არც კიდე საერთაშორისო სამართლებრივი ნორმის არის. და ეგ ტოლერანტობა ჩანს ევროპაში რა დღეში ჩააგდეს ევროპა. არა, ვიცით რა, არც ამ პირდაპირ უნდა ვთქვა, არც ევროპა ამას ჩვენ არ თხოვს. ევროასოცირების შეთანხმებას თუ ვინმე იცნობს, ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ვიცნობ, მე კი არ ვიცნობ. ზეპირად მაქვს. მე ახლა ვამბობ აგერ რომ გაგეჭილი გაქვს. ეროვნული რეჟიმი და უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი. ეხლა მე ვეკითხები ყველას, რომელმა გამოიყენა ეს ფრაზა. დრას ნიშნავს იცით რომ საფრანგეთში მაგალითად როგორც ფრანკს აქვს უფლება, ისეთივე უფლების ვარ მე და ოღონდ თუ სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესი არ ეწინააღმდეგება. არსებობს უამრავი დათქმა.
არსებობს გამონაკლისები. და მე მარტივად ვსვამ დიპლომატიის და ყველას წინაშე მითხარით რომელიმე თქვენგანის ერთი პროტოკოლი რუსული სიტყვა არ არის, ეს არის საერთაშორისო სტანდარტის დიპლომატიური სიტყვა, სად მოითხოვეთ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე გამონაკლისი, სად მოითხოვეთ დათქმა, რომ დღეს ეს კანონის მიღება ჩემი სამშობლოსთვის ეწინააღმდეგება ეროვნულ სახელმწიფოებრივ ინტერესს და ისინი გაიგებდნენ ამას. მე ბევრი კომისიის თემა ვიცი, ანუ ევროასოცირების შეთანხმების კომისიებს გულისხმობ, სადაც ასეთი თემები არსებობს. ანუ ყველა საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარეა, პირდაპირ არ და ვერავინ ვერ ითხოვს, რაც ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოა. პირიქით, ეხლა ჩვენ თუ გრანტებზე გვინდა, ჩვენ თუ ეხლა მსოფლიო ბანკის თუ სხვა რაღაცების მილიარდები გვინდა და ვალიაკიდოთ იმას სამი თაობის იქეთ კიდევ სამ თაობას. უკვე აკიდებულია სვალები. ჩვენ გვაქვს კანონი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ და იცით იქ რა წერია, რომ ჩვენი ვალდებული კანონია ეკონომიკური თავისუფლების. სხვათა შორის ვიკითხე ამის წინ ძალიან მაღალი დონის იმედი, ეგეთი კანონი არ არსებობს მეუბნები. ანუ არც იციან. და რა არის ეკონომიკური თავისუფლების შესახებ კანონი, რომ ჩვენ ვალდებული ვართ ქვეყანა სამართავად ყოველ მომდევნო თაობას გადავცეთ ნაკლები ფინანსური ვალდებულებების მქონე ქვეყანით. ამისათვის დაწესებულია მაკრო და მიკროეკონომიკური პარამეტრები. ბიუჯეტი არ შეიძლება ხარჯვით ნაწილი ამდენი იყოს, არ შეიძლება ამდენი იყოს, არ შეიძლება ზედმეტი ვალი ავკიდოთ სამყაროს, არ შეიძლება გავასხვისოთ, არ შეიძლება პრივატიზაცია გავაკეთოთ, რომელიც ქვეყნის ინტერესების სახელმწიფოს ჩამოშლის საფუძველია და ეს რაზეც ახლა თქვენ ბრძანებთ. აი ამ გვარი დიდი გლობალურია საქართველოსთვის ამ ფართის ესე განიევება არის გლობალური კატასტროფის სახელმწიფოებრივი და ეროვნული კატასტროფის მომტანი. გლობალურის ჩემი ერისთვის მე გლობალურს ახლა კი არ გულისხმობ ეკა ამის არ დაზარალდება სოფლიო არ და ამერიკა არ დაზარალდება ის არა ევროპა არ და ჩვენთვის ჩვენი ერისთვის ეს არის გლობალური პრობლემა. რა თქმა უნდა. ამიტომ ბოდის ვიხდი მე მას ვწავ. ახლა მოусმინე პრემიერს. აბსოლუტური აბსოლუტურად გულისხმობთ. ახლა მე როგორც ეკონომისტი ვსწავლობ ამ პროექტის, რასაც ხელი მიგვიწვდება, დასაიდუმლებული არ არის. ამაზეც ვიტყვი სხვათა შორის, რომ მე ვსწავლობ მას ეკონომიკურად. მე ვსწავლობ ბიზნესის სამართლებრივი რეგულირების თვალსაზრისით. მე ვსწავლობ მაგას ბიზნეს ადმინისტრირების თვალსაზრისით. მე ვსწავლობ მას საერთაშორისო საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან სახელშეკრულებო ვალდობილების კონტექსტში, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი შეღავათი გვაქვს და ამ პროექტ ასეთმა გაუცნობიერებელმა და გაუკეველო პროექტებმა შეიძლება მთლიანობაში დაგვაზარალოს და ძალიან ღმერთმა დაგვიფაროს ეგ არის თან ძალიან ახლო მომავალში საბერძნეთი რო კინაღამ ერთი პერიოდი დეფოლტის ქვეშ აღმოჩნდა ესეთი პრობლემის წინაშე შეიძლება დავდგეთ ამიტომ დღეს მდგომარეობით მე მზად ვარ ეკონომისტებს ვინც ამ პროექტთან ურთიერთობა იყო ვედავ ეკონომიკურად ეკონომიკური პარამეტრებით აბსოლუტურად თავისი კანონზომიერება არის ეკონომიკური იურისტებსაც იურისტებზე არ ვსაუბრობ კიდევ იმიტომ რომ იურისტისგან მე არ მომისმენია მაინც და მაინც წინააღმდეგობრივი საკითხი ჯერჯერობით არ ვიცი შეიძლება მე არ მომისმენია და შეუძლებელია იურიდიულად გამართული ხელშეკრულება შეიძლება იყოს აქ საუბარია კონსტიტუციური ნებელობის და სახელმწიფოებრივი კონტექსტიდან რამდენად არის ეს თურე იურიდიული გამართულობა ამ შემთხვევაში პირიქით უარესია ჩვენთვის იმიტომ რომ ყოველი იურიდიული გამართულობა გულისხმობს რომ მეორე მხარის უფლებაც თანასწორობის კონტექსტში უნდა იყოს და მესამე და მთავარი თემა საკუთრების ჩვენ საკუთრებაზე ვსაუბრობთ რომელიც არანაირი ეროვნულით არანაირი თემებით არ გაიზომება მომავალში მე საკუთრია და მორჩა მე საკუთრის უფლებებს იცავენ ნიუ-იორკშიც პარიზშიც ამერიკაში და იყვირე მე ქართველების პრობლემაო რამდენიც კიდევ ამიტომ ვამბობ რომ მიწა არის სახელმწიფოს განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმის არსიც დედაარსიც და ხვალინდელი დღეც და მომავალი თაობებისთვის ლუკმა პურიც ამიტომ ხეთ როგორი მომენტია ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს ჯერ სად ვართ არ ვიცით სახელმწიფოებრივად ხელისუფლება რო ყავს ფორმალურად ჰიმნი რო გვაქვს იმას რო ვაკეთებ ეს არ არის ჯერ სახელმწიფო სამწუხაროდ ჩვენ ფორმალური პრინციპით რო სახელმწიფო გვაქვს ინსტიტუცია გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუტები და ერთ კაცებზე ვართ დამოკიდებული უკვე 30 წელია
ერთ კაცებზე ვარ და ყველა კაცის ხუშტურზე დავდივართ. მე ვინც არ იყო შევარდნაძე და მიშადან, მე ახლა კიდე ვის ხუშტურებზე დავდივართ და ყოველი მინისტრის იმაზე რა ქვია, პრემიერ-მინისტრის ხუშტურზე ვიარეთ და თურმე ყველა იყო ისე. რა არის ეს? სად ვართ? ერი ვართ თუ არ ვართ ბოლოს და ბოლოს? ერი ვართ? ნებელობა, ღირსება, პასუხისმგებლობა, შეხვჭა სამშობლოს წინაშე? რა არის ეს? აი აქედან გამომდინარე ვსწავლობ და მე კიდევ ვარ ბიზნეს ადმინისტრირება, აი ეკონომისტებს გეკითხებით. ბიზნეს ადმინისტრირების თვალსაზრისით, რა შეიძლება მოყვეს ამას, ხვალზე გმითხარით. თქვენი 30 მილიონი, 200 მილიონი, სად წავა მითხარით? ვის ეყოფა 20 მილიონები? რა სისულელია ეს? აქედან გამომდინარე ეს პროექტი ძალიან სერიოზულ გადახედვას და მე ასე მგონია რომ როგორც თვითონვე პრემიერებს ესე ვთქვათ გამოამზეურეს, თვითონვე უნდა თქვან უარი ამ სიტუაციაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და კიდევ ერთი კომერციულ საიდუმლოზე ეროვნული ინტერესების და კონსტიტუციური პრინციპებიდან გამომდინარე სახელმწიფოებრივი ინტერესების და ეს სახელმწიფო უსაფრთხოების კონტექსტზე გადის, იმიტომ რომ ვიცით რომ ჩვენ ვართ ავტონომიებმა დღეს დაპყრობილი რო ვართ და დღეს რომ სამაჩაბლო ჩვენი არ არის და დღეს რომ აფხაზეთის ტერიტორია უხსოვარი ჟამის საუკუნოვანი ჩვენ აფხაზთა და ასე იწყებოდა საქართველოს სახელმწიფო ასე იყო ყველგან როცა ვიყავით ეს იმიტომ არ გვაქვს რომ ასეთი წარმონაქმნები შევქმენით არაფრისგან ავტონომიები ახლა ასეთივე ავტონომია იქნება ის არაბული პაკისტანური და ასე შემდეგ მე არც არაბების წინააღმდეგი ვარ არც პაკისტანელების და არც არავის მაგრამ მე ჩემი სამშობლოს ღირსეული მომავალი მჭირდება და ვალდებულება ყველა ვინც სადღაც დღეს საჭესთან ზის როგონია ზის ვიდრე ჩამოგვიგდია იქედან გონზე მოვიდეს დიახ მე უგულისხმობ არა ფიზიკურად და თუ ნახეთ საერთაშორისო სტანდარტით და გაეროს წესდებით და გაეროს თემით თუ ვიღაცა ჩემს ეროვნულ უსაფრთხოებას მაქსიმალურ დონეზე ეხება მერე ჩამოგდებაზეც არ არის გვიან საუბარი იმიტომ რომ მე სხვათა შორის აბსოლუტურად წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი ძალადობის და არ ჭირდება ქვეყანას ძალადობა ნებელობის საკითხით ყველა ვალდებულია პატივის წეს სამშობლოს მადლობა ეხლა ამ პასუხში ჩემო თემო შენ შეეხე საოცარ რაღაცას რომ აი ნებისმიერ ადამიანს ვთქვათ აი საფრანგეთის მაგალითი რომ მოიყვანე იქ აქვს უპირატესი უფლება არა მე გულისხმობ ჩვენ გვიწერია ხო და არავინ არ იკენებს ამას გულისხმობ რომ იმათმა აიღეს თავის თავზე რომ ჩვენ მოგვანიჭეს უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი ხო და აი მანდ მივდივარ ამას არავინ იყენებს კი ნახე და იმიტომ რომ იმ გრანტების და იმ ფულების თემიდან გამომდინარე თქვენ უარი თორე მე როცა ვიკითხე როდესაც საუბრობდნენ იქ ბოდიშვიხტი რა როდესაც საუბრობდნენ რომ ეს კანონი LGBT-ს კანონი და ისინი თქვენ რომელიმე გამონაკლისზე ილაპარაკეთ რატომ მოაწერეთ ხელი ამ სისულელეს რატო ქენით ეს ხო უნდა გაგეთვალოთ წინ მარტივი საკითხია ეს იმიტომ რომ იქ სხვა რაღაცები მოყვებოდა ამას ამიტომ იმპულსი ვინ გაზარლებდა რახან მოაწერე ხელი კეთილი ინება და ახლა უნდა შეასრულო რა სერჩით იმათ მოაწერე ხელი საგედო ეს დათქმის საკითხი საგედო გამონაკლისები არ მითხას ახლა ვინმე რომ დიპლომატიის სამართალი ახლა სხვა რამის ფიქრობს არ მითხას ერთი ნეტა მაჩვენეთ ეგ დიპლომატი ან საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი მაჩვენეთ დამანახეთ გამოდით დამენახეთ კი ბატონო გამოდი ზოგიერთი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი პროფესორი და იძახის იმას რომ ვინც ამ არაბული პროექტის წინააღმდეგი ემართო გონიერების ნასახი გონიერებასთან გონიერება აკლია თუ საერთოდ ესეთი და მე ვთხოვა ეგეთ პიროვნებებს ეგეთ ექსპერტებს ეგრეთ წოდებულებს მობრძანდნენ და აგერ დაუსვამ ბატონ თემურს და სხვა ასეთები ბევრი ყავშვენ ილაპარაკონ და უთხრა ნაყოფსთან საზოგადოებას რა გონიერებას მოკლებული ხალხია ხა თემურ გოგსაძე ჩემი დღევანდელი სტუმარი თუ არგუმენტები არ ყოფნით თუ პროპაგანდის იმაში ხარ ჩასული მაგრამ თუ რომელიმე ამ ყველაფრის გონიერებას დამიდასტურებს დამიმტკიცებს მეცნიერულად ეკონომიკურად სამართლებრივად ეთნოფსიქოლოგიიდან და კიდევ ხვალინდელი მიყიდა თუ ამას რა თქმა უნდა მეც მასე ვარ მაგრამ ნუ ისინი პროპაგანდა მე უბრალოდ მინდა გავახსენო ჩვენ საზოგადოებას შემოთემო რომ საქართველოს
აი ქართული ოცნება რომ მოვიდა სათავეში ერთი პერიოდი გახსოვს შენ მიწების გასხვისება აიგრძალა საკონსტიტუციო სასამართლოში ვიღაც დანიელმა თუ ჰოლანდიელმა პიროვნება მიიჩილა და მას საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევი დაუკმაყოფილდა ხო არ მეშლება რამე სამწუხაროდ ხო მოხდა ეს აი იქ არავის არ გახსენებია ის კანონი და ის უპირატესი უფლება რაც შემთხვევა რის საფუძველზეც ქართულ კანონმდებლობას და ქართულ სახელმწიფოს შეეძლო უარი ეთქვა იმ თავგასული ევროპელებისთვის ფაქტია ეს და ამას ვერსად ვერ გავიქცევით ეხლა პოზიცია ძვირფასო მაყურებლებო თქვენ უკვე მოისმინეთ ხედავთ რა დონეზეა შეფასებული რა დონეზეა ბატონ თემურს ნამუშევარი მე უბრალოდ არ გავასწრებ მოვლენებს და არ ვიტყვი იმას ამ თემას დღეს აქ დაუსვამთ წერტილს მე ვიცი რა აქვს ჩაფიქრებული ჩემს რესპონდენტს და როცა ამისი დრო მოვა და ძალიან მალე დადგება ამისი დრო ეს ფაქტი რომ მოხდება ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწევთ მას და ვისაუბრებთ ამ თემას. ეხლა ერთი საკითხი რომელსაც არ შევეხო არაფრით არ შეიძლება. მე თუ შეიძლება ბოდიში ვიხდი ბატონ გიგლა ის ფრაზა უნდა თქვა ნახეთ. ვიდრე ჩვენ არ დავანებებთ თავს საქართველოს და ეროვნული პრობლემების ძებნას სხვა ქვეყნებში მანამდე არაფერი არ გვეშვა. აბსოლუტურად გეთანხმებით. ჩვენი თავარი პრობლემა არის ჩვენშივე. აქ ქართულ სივრცეში. აქედან გამომდინარე ეს არის გასაცნო პირველი რაც არის მთავარი არის ჩვენ უნდა დავსხდეთ და ჩვენი თავის ჩვენი გონის და ჩვენი ნებელობის საკითხი გადავწყვიტოთ გვინდა თუ არა 22-23 საუკუნეს საქართველოს შეხვდეს როგორც საქართველო გვინდა თუ არა ეს ამ პრობლემის წინაშე ვდგევართ მეცნიერულ დასკვნას გეტყვით კიდევ რომ ერი დემოგრაფიულად გადაშენების გზაზე მიდის კი ბატონო 2% როა ეს შიდა პროდუქტის მხოლოდ მეცნიერებაზე რო იხარჯება და ის 2%-იც დიდი ბოდიში და გაურკვეველ სამეცნიერო თემებს ხმარდება იმერს განვითარება როგორ შეიძლება კონდეს დღეს სკოლის ნასახი საერთოდ რო არ არის და მომავალთაობას გაურკვევლად რო ზრდიან აბსოლუტურად ხო ამიტომ შიგნით უნდა ვეძებოთ არა ამერიკაში ნუ რუსეთი ოკუპანტია და ბუნებრივია იქ უნდა ვეძებოთ და არა ევროპაში არასდროს ჩვენში უნდა ვეძებოთ და ჩვენში ვიდრე არ მოუძებნით სულ ვიქნებით ევროპის და იმის შემყურები და ძახილები ამიტომ აქ სახელმწიფო ეროვნულ სახელმწიფოებრივი ერთობა აუცილებელი კი ბატონო ეხლა ისეთი მაპატիր ჯარგონი და სატოპკე ამიგდო თემამ რომ უბრალოდ ეს ფაქტი არ გავიხსენო არ შეიძლება სამეცნიერო მეცნიერებაზე ქართული მთლიანი შიდა პროდუქციის და ჩვენი ბიუჯეტის 2% იხარჯება. ეხლა ერთ ნახევარია მგონი ამის წინ. ეს იმდენად მიზერულია რომ ჩვენ ასე მომავალ სამეცნიერო გამოწვევებს რა თქმა უნდა ვერ მივხვდებით და უბრალოდ ქართული ოცნების ხელისუფლების დროს მე კარგად შევისწავლე ერთ-ერთ გადაცემაში ბატონ ვაჟა ოთარაშვილთან ვიყავით ქართულ ტელევიზიაზე და იქ თქვი კიდეც ეს ფაქტი 2017-18 წლის სამეცნიერო რუსთავის ფონდიდან სამეცნიერო გრანტი გაიცა დუშეთის რაიონში მელა რაღაცა ისა უკაცრავად ტურა რაღაცა სახეობა იყო დასახელებული აღარ მახსოვს ახლა იმის დასახელება იმ ტურის სახეობის მისი ასე ვთქვათ გავრცელება განვითარება იმისი ურბანული დუშეთის ურბანული განვითარების დროს აი როგორ ვერ გავრცელდებოდა ეს ტურა ამაზე 150,000 ლარი გაიცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გრანტი და მაშინ როცა იგივე ჩვენს აი ღირსეულ მებრძოლს და თანამებრძოლს და თანამოაზრეს ბატონ ვაჟა ოთარაშვილს პროექტი შეიტანა საგრანტო პროექტი ამ ფონდში და არ დაუფინანსეს ვატიკანის ბიბლიოთეკის ხელუხლებელ ფონდში ქართული მასალების კვლევა საუბარი არის გიორგი სააკაძის ფენომენზე, რომელსაც ბატონი ვაჟა დიდი ხანი ანუ არანაირი ეროვნული ღირებულების და ფასეულობის მნიშვნელობის მქონე სამეცნიერო კვლევა არ ფინანსდება ამ რეალობაში მე უამრავი ფაქტი და მაგალითი მაქვს. ეხლა თემა ერთი საკითხი ჩვენ უკვე დასასრულისკენ მივდივარ და ამას არ შევეხოთ, ანუ შენთან თანხმობაც აღებული მაქვს. ჩვენ ხედავთ რას? ჩვენ ვიძახით აი ბოლო საზოგადოებრივი განწყობა მკვეთრად აჩვენებს იმას, რომ ერთიანად იძახიან აი კოც ნაცური რეჟიმი ორივე რეჟიმი ერთ სიფრთხეზე ორივე რეჟიმის მიღწევას ბჭყალებში ვამბობ განიხილავს ქართული გონიერი საზოგადოება ერთად რომ ესენი საერთოდ აი ამ პოლიტიკურ ველს უნდა ჩამოსიდნენ მე ხლა ერთი კონკრეტული მაგალითი უბრალოდ არ მექნება უფლება რომ ეს არ უთქვა
გუშინ საღამოს გულშეძრულმა დამირეკა ჩემმა კოლეგამ და მეგობარმა, ცნობილმა ჟურნალისტმა, ცნობილმა პუბლიცისტმა, გაზეთ საქართველოს რესპუბლიკის ყოფილმა ჟურნალისტმა ნანა სულავამ და მამცნო ასეთი ფაქტი. რომ მამცნო ესეთი ფაქტი რა მე ვიცოდი და ვიცით ეს ყველა და საქართველოს საზოგადოებამ ვიცით სააკაშვილის რეჟიმმა თითიდან გამოწვეული სრულიად უმიზეზო დააკავა და აი ჯოჯოხეთური რეჟიმი გამოატარა ციხეში სრული 5 წელიწადი. ხო არ მეშლება? კი ასე იყო. 5 წელიწადი გამოატარა. არ ეშლება ბატონ თემურ ჩემს რესპონდენტს, იმიტომ რომ ის მისი ადვოკატია დღეს. ნანამ დაიწყო სამართლებრივი ომი, ბატონი თემური არის მისი ადვოკატი, საკითხი იქნა შესავლელი ისე როგორც მას შეჩვევია ხოლმე და აი ბოლომდე სამართლებრივად გამართულად მიიყვანა ეს ყველაფერი ბოლომდე. საქართველოს პროკურატურამ ახალი გარემოებების გამო აღძრა საქმე, გამოძიება დამთავრდა და უცებ ვიგებ ესეთ საოცარ ფაქტს. საქართველოს გენერალურ პროკურატურას თუ მთავარ პროკურატურას არ სურს საქმის გადაგზავნა სასამართლოში, რომ არ ვიცი მაქვს თუ არა ამის უფლება თქვა, ნანა ყოველ შემთხვევაში ასე ამბობს, რომ კეზერაშვილის ჯერ კიდევ მორჩენილი კუდები აქ ხელს უშლიან ამ საქმის სასამართლოში წარმართვას, იმიტომ რომ თავის დროზე მისი მართალი პუბლიცისტური პუბლიკაციები ამხელდა მათ. რა მდგომარეობაა დღეს შემოთემო და რისი თქმა შეგვიძლია, რას აპირებთ თქვენ თუ ისე მოხდება რომ სასამართლოში არ გადაიგზავნეს საკითხი და კონკრეტული დამნაშავეების 5 წელი წაართვეს ადამიანს. მათი დასჯა. მოდი მე ის ფრაზა რომელიც თქვენ ბრძანეთ არ შემიძლია არ თქვა რეჟიმებთან დაკავშირებით. დიახ. ნახეთ, ერის პრობლემა რა შეერო ჩვენ რეჟიმების თემებს ვეგუებით. ნახეთ, ხალხი ახლა აი როგორ გითხრათ, შვებას პოულობს რაში. მე და თქვენ არ ვეგუებით, არც ნანა მაგას, მაგრამ ვინც ეგუება, იმანი გითხოს. ეს ძალიან სერიოზული საკითხია, დამიჯერეთ. იმდენად პარტიულ ერთმანეთს დაპირისპირებაში ვართ, რომ ის რეჟიმი, წინა რეჟიმი, ახლა მეორეც რეჟიმი და ჩვენ ამ რეჟიმების რაღაცა მონაცვლეობის თემაში იმდენად შევეჩვით რეჟიმებს, რომ ნორმალური ცხოვრების მოლოდინიც კი არ გვაქვს. ეს სერიოზული ერისთვის, ეს ერის ცნობიერში ამ რეჟიმი ძალიან ცუდია და ჩემთვის ნებისმიერი რეჟიმი არის მიუღებელი. ნებისმიერი, ასე იყო ყოველთვის და ასე მაშინაც ბრძოლობდით, ეხლაც ნებისმიერი რეჟიმი. ეს არ ჭირდება რეჟიმები. ეხლა შეიძლება თემას როგორ ემსგავსება ნებისმიერი ადამიანის უფლებების კონტექსტში დამრღვევი დამრღვევს. ნანა სულავას პირდაპირ დავიწყებ. ნანა სულავას დამამძიმებელ გარემოებად იცით რა ჩაუწერეს ბატონო გიო. დიახ. დამამძიმებელ პროფესიული საქმიანობიდან გამოდია. ესო როგორც ჟურნალისტიო, პროკურატურის დისკრედიტაციას ეწეოდაო თავისი მასალებითო, ანუ გამოგაცემ ესო დამამძიმებლად ჩაუთვალა. საოცარი ისე რომ მაშინდელმა სასამართლოს გაიზიარა. ევროპა ამაზე ევროპის სასამართლო ჭკუიდან იყო გადასული, მაგრამ პრობლემა ისაა რომ დღესაც ვერ ვაგებინებთ ვინმეს ამას. ამ საქმეში ყველა მტკიცებულება პირადად ჩემს მიერ არის მოპოვებული. ჩემს მიერ არის მოპოვებული ოპერატიული მასალების თავიდან ბოლომდე გადაღეჭილი, ახალი გამოკითხვები, ახალი თემები და მიუხედავად ამისა, ну, რა გითხრათ ახლა, პირდაპირ არის დღეს ნეტა მე ვწდებოდ, ახლა რომ გავიდი აქედან და ვინმე მითხრას, რატომ მოიტყუეო, ჩვენ უკვე სასამართლოში გადავაგზავნეთ საქმეო, მაგარი ბედნიერი ვიქნები და მე ამ ერთადერთ ტყუის 40 წლის განმავლობაში როგორმე ავიტან და დავისაჯო თუნდაც. ამიტომ რა თქმა უნდა იქ არის უზარმაზარი ნანა სულავას მიმართ ყველა პუნქტი რომლებიც ციხეში იყო თავდებოდა მისი წამებით, არადამიანური მოპყრობით, დილეგში გამოკეთებით და რა ვიცი, ოღონდ მას ემხილებინა ვინმე. ჩაეშვა მოკლედ. ანუ ეხლა ჩაეშვა. გემდი არამედ ჩაუშვია. ახლა დღესაც იგივე შეუნებოდა, შენ კაცო იმას ხელი დაადეოდე, ვის კაცო ადამიანს არაფერი ასეთი ურთიერთობა შეხება არ ქონია და ახლა როგორ უნდა თავიდან მოიშორონ და როგორმე გამოძრნენ ამ საქმიდან, ნანას თხოვე რომ ვინმეს დაადოს ხელი, როცა მას 9 საათიანი გაგრძელებით ჩაუტარებია და აქტივი არავინ. სესხის ხელშეკრულება, რომელიც მთელ მსოფლიოში სესხის ხელშეკრულება არის. სესხის ხელშეკრულება, ახლა საუბარი იმაზე რომ ეს იყო ფორმა გამოყენებული. ერთ შემთხვევაში ამბობდნენ რომ ნანას ინიციატივა იყო რომ ხელშეკრულება დაედოო. ახლა მივიტანე დოკუმენტები რომ პირიქით იყო და იმათი ინიციატივა იყო და აი აქ ვართ რა ვანკასტანკასავით არის თემა რა შეგნებულად ვამბობ.
სიტყვას და ბოლოს სახელმწიფომ ხო უნდა თქვას დასაბუთებული ან უარი ან და მითხარი ბატონო დასაბუთებულად და კი ბატონო როგორ 13 წელი გაწამეს ციხეში 13 წელი აქ ეს არადა 18 წელი დაარქვა და მე პირადად ხა რას ვაპირებთ რა ვიცი თუ სახელმწიფო გენერალური პროკურატურა იქამდე მივა რომ ის არ წაიღებს ამას სასამართლოში ვიცი რომ განწირული იქნება ეს თემა მაგრამ მაინც წავალ სასამართლოში რომ მე კლავ იმ პირველ შეტანილ ევროპულ საქმეს მიუერთოთ ესეც და იქ მაინც მოხდეს რაღაცა სამართლიანად თუმცა რა ვიცი რა გითხრა ასეთ სამართლიან ჭყალებში საქმესთან გვაქვს ჩვენ საქმე ნანასულავას მიმართ დიახ დიდი მადლობა ჩვენ ამ საქმეს რა თქმა უნდა წამოწევთ მერე და რა თქმა უნდა ერთ-ერთი გადაცემაში მე ნანას მოვიწვა აუცილებლად და ამ ასე ვთქვათ ამ 18 წლიანი წამების ეპოპეას რო გაეცნობით მე მიხვდებით რომ ქართულთა დიდი გაერთიანების პრობლემაც არის ასეთ საქმეებში ადამიანების დახმარება იმიტომ რომ ჩვენს გვერდით ასეთი მებრძოლი და ასეთი შემართული ადამიანები არ უნდა დაიჩაგრონ ვისი რეჟიმიც არ უნდა იყოს და საერთოდ ეს უნდა მორჩეს სწორი ბრძანა ჩემმა რესპონდენტმა რეჟიმებს ქართული ხალხი არ უნდა შეეუგოს არც ერთ ვარიანტში და სხვა შორის ეს პარტიული პარპაშიც და პარტიულომანიაც ალბათ უნდა მორჩეს საქართველოში დიდი მადლობა ჩემო გარკვეულ დიდი მადლობა მე ვფიქრობ რომ საინტერესო გადაცემა გამოვიდა წავეც არგუმენტირებული ობიექტური შეფასებებით და გემშვიდობებით მომავალ დიდ გარღვევამდე ჩემო მადლობა თქვენ მადლობა სამშობლოს